ეს ბოლო დღეები აი ამ სისასტიკეს, აი ამ საშინელ ამბებს როცა ვუყურებ და ვისმენ და რაღაცა დეტალები ისე შემოდის ცნობიერებაში, რომ მართლა მიჭირს რომ დავივიწყო ის რაც ვნახე, რა კადრებიც ვნახე და სულ ფიქრობ რომ რა ხდება ბავშვის ცხოვრებაში, მის ცნობიერებაში, მის ემოციებში, მის ტვინში, როდესაც ის ხდება ასეთი სასტიკი, შეუძლია იძალადოს ადამიანზე, თავს დაესხას ადამიანს განზრახულად, დაგეგმილად მათ შორის. ეს ყველაფერი გადაიღოს, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი მოძალადედ არ იბადება. ბავშვი არ იბადება მოძალადედ. მას რაღაცა გარემოება უბიძგებს აუცილებლად ამისკენ. რატომღაც ესე ვფიქრობ, ხა მე არა ვარ სპეციალისტი, მაგრამ მგონია რომ თანაგრძნობას სწავლობს, რომ სხვას არ უნდა ატკინოს, თუ ბრაზი აქვს და თუ ემოცია აქვს, ეს სწორად უნდა გამოხატოს. მართლა არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ ვინმეს რაღაცას იარლიყებს ვაკრავ და დამნაშავედ ვაცხადებ და ასე შემდეგ, მაგრამ რავი, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თუ ბავშვის სიყვარულში იზრდება და თუ ის გრძნობს, რომ მისი ემოციები აღქმულია, მისი პიროვნება მნიშვნელოვანია, თუ ის უყვართ, როგორ შეიძლება რომ ჩაიდინოს ესეთი სისასტიკე? რა აკლიათ ჩვენ შვილებს ჩვენგან? ცხოვრებისგან, გარემოსგან. უნდა იყოს პრიორიტეტული ბოლოს და ბოლოს იმისთვის, რომ ადამიანებად დარჩნენ. პრესია არ გაუჩნდეთ სამყაროს მიმართ და სხვა ადამიანების მიმართ. მინდა რომ ამაზე ვისაუბროთ და აი ეს ვიდეო ზუსტად ამას ემსახურება.